მაგრამ ზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ ბუნებრივია სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურე, ცაში წავიდე. ჯერ ვერსად ვერ წავალ. სიმშვიდე და მოსვენება გჭირდებათ. ხომ გახსოვთ რაც დაგემართეთ? კი, გული გაჩერდა. არა, კი არ გაჩერდა. ჯერ ჰაჯრის მინაზე ვიღურასავი ჩავარდა. ხოვით აფრთხიარდა და შემდეგ გაჩერდა. მაგრამ გულის გაჩერება სიკვდილი არ ყოფილა. ეს ყოფილა უზო შიშისგან ფართოდ გახელილი თვალები. ამუშავდება თუ არა ეს სხეული? ბატონო და დაისვა. გულის ცხვრა შეიქმნა ბატონო. გულს მოფერება უნდა, სულის პერვა უნდა, ცეცხლზე შემგარი წესავით. დაისვენეთ ბატონო, დაისვენეთ. რამე სასიამოვნოზე იქნება. ისე მეშინია სიბეს ავადმყოფობის, რომ სიამოვნებით მოვხსნებ ჩემი ბავშვობის.
წლის დეკემბერში ჩემი მამა წაიყვანეს. სულ წაიყვანეს. 12 დღის შემდეგ დედას წაიყვანეს და გადაასახლეს. გავიყვისე, საწოლს გავხედე. ცარიელი იყო. მე 9 წლის ვიყავ. დედა მიდოდა და მეტირებოდა. ჩემი და ლეიბო. ცოტა დიდი კი იყო, მაგრამ მაგასაც უნდა დედა და მაგასაც ეტირებოდა. შოვლების გარეშე დავჭით მე და ლეიბო. ამიტომ მე დეიდანინამ წამიყვანა სოხუმში გასაზრდელად. არ ვიყავი დიდი და დაღვინებული, მაგრამ სოხუმმა მაინც ბევრი მოგონება და ჩემი უმოთხროეს პერსონაჟები დამიყვა. ვერაფერი მოვასწარ. სხვაზე ადრე ჩემი ოლინოს ხმა მე გავიგონი. იანგული მიგიმსუბუქად მოიქნია და ბრტყლად დამამხო თავზე. ძირსტაგდებულ ვიოლინოს და იანგულის სოდნაუწინ გამოწეულ გავდარყვას ხედავდი. ხო დაუცებ რასალი დაღონენქოდა. თავკარიან ხმას ჩემი გაციებული ჩემო უბედურო და ვანიკო, მე ჩემი გაჭირება არ მეყოფო და ეს ყაჩები რომ არ დაგეტოვებინა ჩემ და საფყელს. არა უშო, მაგასაც გავრი მოხვედრიო. სულ ერთი, ხვალუცე, დედას ატეი ჩაგახიდა. ძალიან ვარ დასიებული, ბულკივით. ხიდის სხვა შველოდი იანგულის, მოვიდა, ხმა არ გაუცია ჩემთვის. ვირიღო ბესმიადა. ხალათი გაიხადა. ვირის ყერზე გადაჰკიდა და კვლავ წავიკითხე მის გაშლილ მკერდზე ჰელადოს. ჩხუბი ამჯერად უფრო დიდხანს გაგრძელდა. ასე არის მაგის. ყოველი ხომაში მოდი ხვალ და ვაგირდით მას. ვინც აჯობებს იმის იყოს მისი. ჩევალი ვირის თავი. აწირავი. ვირის არა სიესტია. ვირის ვიდი თორე წააგ. შენი დედა ვადირე იანგული. ნახარა ვარ გაიძურწა. გათავდა მაგის ყოჩო, გათავდა კი არა, ახლა დაიწყო. მაშინ რატომ არ შემაგი? გუში მკითხა. შემალი დედას არ არის. მე უთხარი აღარ არის მეთქი და მიტომ არ შეგაგდო. ერთიათად გაიზარდა ჩემს თვალში იანგული. მე მგონი სამუდამოდ დამთავრდა ომი და ქიშბომა.
წაიყვანზე. მე და ჩემი ნოდარი ერთმანეთს ვუყურებდით და ბევრს ვერაფერს ვხვდებოდით. იმას ვხვდებოდით, რომ მარტო ერთმანეთი ვყავდა და ერთმანეთსაც ვაშორებდნენ. კიდევ იმას ვხვდებოდით, რომ ბავშვობა აგამქონდა. ქიშვარდი ბაბუასთან გაუშვეს გურიაში. იქ რამაზი და მწვანე სოფელი დახვდა. ნოდარს კიდევ უფრო მეტი მოგონება დაებადა მაგ სოფელში და მოგონებებთან ერთად დაიბადა მაგისი მურადა, მერი, ილიკო, ილარიონი და ოლღა ბებია. მაგ სოფელში დასინჯა ნოდარმა ხაზავნა და მაგ სოფელში დაინახა ჯერ ხატია და მერე მზეც. ვინ ხარ ბიჭო შენ? შენ და ჩემი ნოდარი ასე გაჭრილი ვაშლიეთ გავხართ ერთმანეთს. მე? ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი ვარ. წიგნები შანთან შხილი, სურდული და ფისტო ვიწვია. დაზაფრებამდე სკოლაში ფელშეშველი დავდივარ. მაქვს ერთი შარვალი და ორი საშემოდგომო გამოცდა. რადგან ჩემი ძაღლი მურადა სულთან დაყვება. სოფელში სულ ძაღლი არ ეძახია. სკოლაში ყალთამანს, ხოლო ბებია კუდიას ეძახის. ჩემი ნამდვილი სახელი ზურიკოა. თუ უფრო მეტი დაინტერესებთ ჩემზე, აგე ბატონო, ჩემი ქცევის შესახებ სკოლის სპეცსაჭოს ოქვი არსებობს. დაინებით. კი ბატონო, მათემატიკის მასწავლებელი გახლავართ. ბაშალომიძე, ჩემთვის უცნობიანი გატონება და სანამ ამოხსნი ალბათ სულ სამომხდის. არ არსებობს ბუნებაში ენერგია, რომელსაც შეუძლია ვაშალომიძის მოძრაობაში მოყვანა. ის არის სითხეში ჩაშვებული სხეული, რომელზეც არ მოქმედებს არანაირი ამომგდები ძალა. მასწავლებელი ვარ ბატონო და მოგახსენებ რომ ის განსაკუთრებული ლაკმუსია არასდროს წითლდება. გეოგრაფიას ვასწავლე და დავასკვენი რომ ვაშალომიძეს ერთოფლელი ეფური ცოდნა აქვს. მას ჭირდება ზომიერი სარტყელი, რომ სიგრძედიც და განედიც ერთი ჰქონდეს. შემიძლია დავასკვნო, რომ ვაშალომიძე უფრო ქვის ხანის ადამიანია. ნავადესიეთ ხალხო ამბავს. ამფერი ახტარი თუ მაშინ რაფერ გადადის კლასიდან? არა, ბატონო, ეს თქვენი საქმე. წადით თქვენ და ზარი დარეკეთ. ვიცი და მეც ძალიან მიყვარდა მურადა. ზურიკელა ბიჭო, სათხარ ბები ამდეხა სამომიყავდა თვალები. ასე ყურავამდე გაცილებული. რას მოაფრენო, დროშასამ? სიმწიფის ატესტატი მოვიტანე. შენ გინაცვალე, შენი ბებია, რადგან მასეა. დაუსწრეთ, ახლა გადავწყვიტოთ. ახლა რა აქნა? სად მოეწყოს? რა პროფესია ერჩევს? აბა, ასე შიშველი გადარეული. ხომ არ წავა ქალაქში? რომელ ფაკულტეტზე აპირებს? ეს ვას ბიჭო? ჩემი შვილი ექიმი უნდა გამევიდეს. მოხუცდი აწი
მე და მოვლა პატრონობა მჭირდება. მე მაგის ხელი და გინდა მოგდე? მეიცა არა მე რომ ვკითხოთ ისტორიკოსი უნდა გახდით? ისტორიკოსი? მეიცა იურისტობა ჯობია. რამე ისეთი არ არსებობს? პირდაპირ პროფესორი რომ გამევიდეს? გათენდა ხალხო ამასობაში. მორჩა განაწყვეტილია. ამ ფერი გამოხეული შანის პატრონა. ნამდვილად ეკონომიურზე უნდა ჩააბაროს. ოლღა, ოხადე ახლა შესკივს თავი და მოალაგე შინავლა დიდება. მე რაც მომადია, წავალ და იმასაც მე. მეც თუ რამე მაქვს. მაგალითად მაქვს ყველაფერი. აბა ამ ხნოს მერიგას. რად მინდა აწი რამე? აქანა წონე გალიფია და ჩექვები. ბაბუა შენის ნაქონია, ნენა და შენი. ჩეიცი ბებია შენზე უკეთესი მიჩე. აბა მათხვარი ვიტყვარდა ქვეყანაში. ადეს აბა, ბაბუა ადეს. შეშინებული თაგუსფერი ამგონი. არა, შენთან ერთად თუ არცი და როცა არწივს დაანგრევა ყველაფერი, მაგ დროს ცარაფერია. ცა შენი თვალების ფერია და კიდევ ცა ცისფერია. რა ვიფიქრე იცი? რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს. დავინახავდი ქვეყნებს, ნახავდი სადაა სიმშვიდე. ცა რომ სარკე იყოს ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს. ნახავდით რომ არა ვართ ისეთი წუდები ჩვენ რომ გგონია. არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნება. ხო, ცა რომ სარკე იყოს დავინახავდით ვის უჭერს ამ ქვეყანაზე. ვის უხენს მე დავხენდები წავიდოდნენ გაჭირებულებთან და მიეხმარებოდი. რა კარგი იქნებოდა ცა რომ სარკე იყოს. კუკურა ბიჭო. ისე ცა რომ სარკე იყოს, კაი იქნებოდა. ხვალ, ომში რომ წახვალ. მე ვიხედებოდით მედალენაზებით და გინახავთ საცხარ, რაფერი ხარ, ხომ არაფერი გიჭირს. არც მინდა იტირებ და არც მე იცინდე გოგო ხურცხარი, ვიყურებს ხარ. მე ანანიაბოს, ჩვენც როყას კი არა, თელ ბაზარს რომ იყები, თუსაცი ანანია ბატონი. როგორ ყიდი ბიჭო ამ ძროხას? 3000 მანეთად ანანია ბატონი. ძვირი, შენთვის გაღარდია მაგი ფული. შენთვის კი საცხოვრებელია აგიძროს. რატომ ყიდი მე? მე ხვალე ომში მივარდა. ამასთან ერთად ჭამა არ უნდა არის. 2008-ს. წაიყვა. რისთვის ინა ბატონო ანანია მაგის როხა შენ? ვისთვის და დასაკლავად. დასაკრავად? აბა შენ რა ვაგებონ? რაც წაი ანანია ბატონო. ამის დაკლავ ვინ გაიგონა? ბატონო თქვენი წინ. ნიჭი ხო არა დასაკრავად? რა ვამემეტები? გაგიჟდი ბიჭო, რა დროის პირი შეშლა. როგორ ვიკადებ ანანია ბატონო? მე გამოვიში აქეთ ანაყელში და მაგას არ დაგაკლევენ. წაიყვანე გოგო აგის როხა სახში. ვაი ეს პატი. აკაცი გამოვიდი და რაღაცი გასწრებდე. მანე ვარდები გასწრება. გამოვიდი და არ ვახარ. ვარდანი ტატანი შენ და მოარჩეს. მარგარიტა გოგო. არ მოვიდა მამაშენის წერილი? კი, გუშინძი. სანგაშივზი ვარო. წერს თუ შეაგვიანო საშეგეშინდეთო. კიდევ თქვი რა ეწერა. თქვი გოგო თქვი. ბიჭი თუ ეყოლოს დედიკოს ჩემი სახელი დაარქვეს. ხოდა და არ ქვას თუ გოგო ეყოლოს, მაინც მაგის სახელი დაარქვეს.
ჩემი ბიჭის წერილი იგვიარებს. მოვა. საერთოდ შეერთულა მაგის და მაგიზა შეაგვიანა. გამარჯობა, მეზობლი. ომზე და უბედურებაზე უფრო მე რომ გამიწვი ხარ გეგონება ვერ ხვდები იმას. ამეი, ხმა. და მე ლაპარაკი, ვინ? თქვენ ხომ იცით ვინ დაიწყო დასაწვავი? ქრიტლებმა. არა, მე დავიწყე ომი. კოპია სხვა რამე ეიგავეთ. მაგაზე დახვედა. გადაარეთ ერთი პოტლი წყალი ამას. საგამოდრო 103 დილაუთენია. კესარი. რამე ცუდი არ მითხრა კოწინა. ვინ იყო ის კაცი, ვინც პირველად შეხვდა სოფელში და გითხრა. ომი დაიწყო. რაც შენი ბრალია შეკაცო. ვინც ხომ უნდა ეთქვა. ლუკაია ფოცხიშვილი. მიპირზე მიწადა სამრელმა მეიტანა შენს ოჯახში სიკვდილის გამო. მე ვიყავ მაგი. მე დავიწყე ომი. მე მევიტანე პირველი სიკვდილის დეპეში. რად მინდა მე თქვენ ცრემლების ხურები? რად მინდა ცხოვრება თუ ყველა ჩემი დანახვის ეშინია? არ მინდა პოსტალიონი. დავიღალე. მეტი აღარ შემიძლია. ღმერთო, შენი გაჩენილი თუ ეს ქვეყანა, შენ თვითონ დაარიგე აქ იწერილი. მე აღარ შემიძლია. მეტი აღარ შემიძლია. შენ მეტი მიგონი. წერებიანი ბაბუა. ხუნდეძე დაპირისრომებას. წუნა მოდის. მეტი ისე ნათელი, ისე ახლობელი, ისე ცხადია. რასაც ხედავ. არიცი რა მეტია. ირიმისა გეფერება. ყოფნისა ტირი შენი პული. დება შენი პული. ცივა, ყურია, შეამალა, შენ სადეს გიგებებს. დედა შენი არის ღმერთი. შენ ომზე ხარ დაუყურე. ისიც რომ გიყურებს. შენ ამ დედას ეძა. ის გეშუოს გეძა. ამიტომ შენ გონია ღმერთს. არ არის? ჰეი, დამთავრდა წერა. აი, ნახე სახში. შეუწყვა საცელი ძალა, მაგრამ შენისთანა ძალმი სხვაშულა ჭამდეს, და გავიწყდა ძალმი ხომ ხორცისკენ. დამთავრდება სადაცაა ომი, და ბრუნდება ეგერ ამ ბიჭის მამა. ჩემი ბიჭი რომ მოგხედავ სამივეს. არ შეგეშინდეს ძალმი შენ. დედა როდის დაგება, მაგი დრო როდის? მალე ბაბუა, მალე. ომი რომ დამთავრდება და მამა რომ დაბრუნდება. მერეც დავჭერთ ასეთ ზემომდგარა ივანზე. კი, მასე ვქნა. ახლა სოფლის მოედანზე გეიყონე ძაღლიც, რადიოს ამბებს მოусმინე და რომ მოხვალ მომიყევი. რა ხდება, კონცერტს და დუნიაზეც. ძაღლი რად მინდა ბაბუა? რა ვიცი, რამე თუ დაგავიწყდა შეგახსენებს, არა. ჩუმ
არის ვაშაობი სამწუხაროდ. მე საჩხუბლად არ მოსულა. მე მოზარდების სულიერი აღზრდაც მევალება. ბანდიტებისა და ქურდების დამოსთან ერთად. რაიც შეგვარაჩა რა არის სული და სულიერი აღზრდა. სიყვარული რა არის ერთმანეთთვის? ყველაზე დიდი ნიჭარად ღმერთმა ადამიანს იბოძა და უბედურია ეს კაცი, ვინც არ მჭირს გადაშეწება ქვეყნიდან. სიყვარული სულში მოდის. კი, ასია, მაგრამ მაინც. დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი გვხვდება, ვიდრე სიყვარულით. სკოლაში მოგვიანდება. მოთხრობის გარშემო. რაიმეში კითხვა ხომარება. მე მას შეკითხო მასწავლებელი. თქვი, ნიჟარადე, თქვი. მასწავლებელი. თუ მატარებებმა თავი მოჭრა კაციას და მოკტა. მე მაგისის მარი მიმოყვა. შტერო ნიჟარადე, ადექი და გადი კლასიდან. მასწავლებელი. ჯოკონ და მასწავლებელი. რაია ის რა გითხა, რომ დავსახდეთ ამდენ. ვიკითხავთ ამდენ უბედურებას. მე ჩვენი გაჭირება არ გვეყოფა. მაგიეკა ტექნიშვილი წადიჭდა და სხვა გამსა. გამყარდა გაფიფუშებული ხალხს სწავლობდა. იქნება სხვაით რომ შეეცოდო და პატარა მჭადი რომ მოუწევთ. არ გვინდა ჩვენ შიმჩილში, უმიანობაში და გაჭირვებაში მაგის სწავლა. და კიდევ რომ იცოდეთ, ყველა გააგდეთ ნათელანი ჯერაძე კლასიდან. ასე ამად. მოჩიკო, დიახ, მასწავლებელი. კაი ნამეტარი, ჩაალაგე ახლა ჩანთა და მიიყევი უკან ნიჟარაძეს. ხო, და შეც ვიყევი. მე რატო მასწავლებელი? ხმა რა მომიღია? რას ამოიგებდი? მთელი გაკვეთილი გაგუდულს გეძინა. ადრე გურიაში ბოშებს ჩაჩნევს ან სიგნებს ეძახდნენ. არ გეეკარო სიახლოვეს სტილის მეც აფერსაც დაგიგრებდნენ. უკაიკა რა ყავარ ცოცხარი რა გინდოდა ბიჭო იქ ხომ არ დაგიშავეს რამე? არა, ისე გავკვირდა და გავხარ. ანთაშ დაკარგულსობებს. რუსულის მცოდნე ბიჭის აღმოჩენა. რომ კი ნაღამიშვი მერთო მოკა. ხელა და მიმეგობრეს ბოშები. ის კი არა, რომ გაიგესობალი იყავ. მართლა ბანაკში წავწვე და გაბოშებას კი შემომთავ. ის მისაკი ჩემგულებს. ერთადის ხარი. ვათუე შენი ბაჯიში. რუსული ვაგა ბაძა და ვითარდოს რასში ვარ. ხლა დაიყვანე თუ გინდა. ვაბადიეთ ხალხი. აქ შევხედებით. ასეა ჩვენი მედი. ღმერთმა სახლი არ გვარგუნა. რასში ვარ ბიჭო? რა უნდა ნახშირევით ჩავკაც. ცოტა ხნის შევხედებით აქ და მე ესა გააგზავნეთ გზას. საფეხებს, ზალებს, ჯაჭვებს გაგიკეთებთ. საჭმელში გადაგიწვით. ჩვენს ქალებს მარჩიელობა შეუძლიათ. ჩვენს ქალებს მარჩიელობა შეუძლიათ. კაი პირობაა, კი, მარჩიელობაზე არ უნდა გეთანხმდეთ. ჩვენი სოფლის ქალები აცი ახალ გამოგვინებენ საქმეს. უთარგმე და იყავ.
ჰედერსალის ხაზარულა უნდა შეაშინო. კაცის ხელი თუ არ მოხდა, მაგას ჩემი აღარ ეშინია. ქალი რო და დაბუჩადა. ხეზიან მაგას ვაშზე. ვაშლი რომ ვაშლს აღარ გამაიცხა, ვაშლია იგი. რა ვქნა? მოუწრა. ჯერ შეაშინო უნდა. მერე თუ არ შეშინდა, მოუწრა და ვარ აიქნება. ჯანდაბას მაგის თავ. წელსაც და თუ ისე არ გამაიცხა. სულ ძირში მოვწი. ქერქაძის ქალი. რა იყო ნინა? შენი ფაღანა უნდა მას. ლატყავდეს თუ გინდა. დებიანინა რასე დაგჭი? მიყვანე ერთი კარი მარჩელი ჩაჭირს. ჩემ გრიშაზე მინდა ვარჩევი და პატიმის თემა შემწერია. წამოდი, დებიანინა. აგერ უკვე მეორე წელია მოხდეს. ნეტავ კიდევ თუ რაიმე სიმედია. დედის გული მაინც ხარ. რაც თავისი თვალით არ უნაღავს აღჭერა. სულ ცოტა ერთი ციცქნაელები მაინც აქვს გულის კულტურაში. მოგიყვანეთ, დებიანინა. ეს ვინ მოვიყვანე ბიჭო? ამას თუ აქრამი დაემართოს, მერე ჩვენ რა გვაშველება? თავის საქმე თვითონ. უთხარი ტაშტი მომიტანოს. აშტი მომიტანოს. წყალი. ერთი პეში მარილი. ერთი პეში მარი. კაი, ნამეტანო. ოქროს პეჭედი. ოქროს პეჭედი. ბაჯაღოა? კი, ბაჯაღოა. და სამი ნატეხი შაქარი. და სამი ნატეხი შაქარი. ო? ეს ხوار გადარევლა. 3 წელიწადია შაქარი არ დამცისბები. უშაქრით გამოვა? უშაქრით გამოვა? არა. არა. აბა რა გვეშველება? სიტყვა და სიკეთე არ მოიშალო სამღვთისნიერ თავს. ვიზე ურჩიო. შვილზე გრიშაზე. ხედავ? ცოცხალია. უცხო ხალხშია. წამოსვლაა. არ უშვები. ხვედაის. ამას რას უშოვი? წერილი სხვის ხელით არის დაწერილი და ის კაცია მოხმარი. იმ შვილს გაგიზებ, რომელსაც ელოდეთ. მიშველეთ! მიშველეთ! მეგონებო! განეხმარეთ! მეგონებო!
გული ნენა გახერ ხაზარს როგორი აყვავე და თუ არ დაჭა შეშინია აგი იმდეს მე ის ხამწარს რომ დაზამთრებამდე ჩვენს მეზობლებს და ჩვენს როხასაც ეყო ისე ბებია შენ და ხაზარული ან გაჭირვებაში მეზობლების დახმარებაზე რომ დიდი სიკეთეა ახლა ერთ რამეს გეტყვი ბებია და იცოდი ჩემი და ხაზარულას ხელარემ გახდები მაშინაც უნდა გახსოვდეს ვიდრე ცოცხლები ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ როგორ მე ვუყდავთ ერთმანეთის სულ შენ ჩემი მე სხვისი და ასე დაუსაბამო რამე თუ არ დავავდეთ და მარტონი არ დავჭით ამ ქვეყანას მე სიყვარულით გარდაქმნი ადამიანი ალები და მოგიზგიზე სულით ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაქმნი ადამიანი სულით საზრდოობს უკვე რამდენი ხანია დედამიწაზე სიძულვით მეტი ადამიანი ვიდრე სიყვარული დაიშლინა წყარო ჩემი მაცოცხლებელი სიყვარულის რადგან ჟანი ჩემი გარდაცვალების გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე კვლავ დაგიბრუნდებით თქვენ გევედრებით ამას თქვენ ადამიანებს დამიბრინეთ სიცოცხლე ჩემი დედამიწაზე სიყვარული აღმოცენებით და კვლავ დაგიბრუნდებით თქვენ ჩვენ გვეყოლება უამრავი შვილიშვილები, მათი შვილები და მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებით, შემდეგ გამრავლდებით და აღარასოდეს აღარ გავილევით და არ გავთავდებით. ყველაფერს აქვს ამ ქვეყანიერებაზე დასაწყისი და დასასრული, მაგრამ საშიში არაფერი. ისევ დაურჩებით ამ ქვეყნა და სხვა სახით მოვა. ან ხედ, ან ბალახად, ან ჩიტად, ან ძაღლად. და თურამეში სითბო, სიყვარული და სიხარული იგზენით. ქვაც რომ იყო, ის ქვაც მე ვიქნები. ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეთ. არ იფიქროთ, რომ მარტო ხართ ამ ქვეყანას. ხაზარულას სამი ჰქონდა ფესვები გადმული ჩემი სოფელში. ტოტები ქალაქში გავშალე. მოგონებები ფოთლებივით მეფარა და რომ დაუკვირდით. ერთი ნოდარი კი ვარ, მაგრამ ჩემი პერსონაჟების გამო ბევრი ადამიანის ხოვრებით მიცხოვრია. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე და მე კვლავ დაგიბრუნდი. მზე თქვენში არის. თქვენ ხართ მზე და იმედი ხვალის. ვიცი სიყვარულს აჟღერებთ უთქმელ ხანდებად. ამ 4 წლის წინ დედასავით ჩამეკართ გულში უფალს მადლობა, რომ ისურვა თავად განგება. მე თქვენით ვზიდე სიხარულიც, ცრემლიც და დარდიც. ვზიდე და ისე ვამსუბუქე შემეძლო როგორც. შვილებზე ხშირად თქვენ ხედავთ ჩემს გენიუსებს, 15 ბიჭს და ჩემს 14 გოგოს. მადლობას გიხდით იმ ყოველი წუთის, წამისთვის, როცა სიკეთის ნაპერწკლიდან ცეცხლად ვიალე სიყვარულს გადავით. ჩემ წილს მზესაც გატანთ სინათლეს, მე თქვენთან ვიყავ. სიყვარულს გზებით ვიალე. ჩამჭიდეთ ხელი. ვიგრძნოთ თქვენში სიკეთის ძალა. და მზის სხივებით წავაწეროთ იმ ბნელ მინაზეც, რომ ყველა შეძლებთ ბეწვის ხიდზეც ღირსების გავლას და რომ სიყვარულს დააბრუნებთ დედამიწაზე.